მეგობრებო, ძალიან მაინტერესებს აი ზარი რო არ შემოვიდეს ხმა მაღალზე, ჩაუწიე ხმა და თუ ისმის ჩემი ხმა, პირველი კომენტარი დამიწერეთ რა. პირველი ვინმე დამიწერეთ კომენტარი, თუ გესმით ჩემი ხმა. აბა ვინმე გამაგებინეთ ერთი ხმა თუ ისმის. გესმით ჩემი ხმა? აჰა, გასაგებია. საღამო მშვიდობისა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ძალიან ბევრი მტერი ყავს, გასაკვირი არ არის, რა თქმა უნდა. თქვენ მოყვარებით ხართ, თორემ მტერი ძალიან ბევრი ყავს. განსაკუთრებით შინაური მტრები ყავს ძალიან ბევრი. ესე იგი, თქვენ გახსოვთ გუშინწილ მე გავასაჯაროე ეს საბუთი. თანხმობის ფორმა მშობლების ხელმოწერების თაობაზე მოსწავლეებისა. ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა და ძალიან დიდი ზეწოლა უკვე. ესე იგი, თვითონ მშობლებს იყენებენ, მას იყენებენ ასევე პედაგოგებს და კომენტარებს მე ვეღარ აუდივარ, ამიტომ აუცილებელია მე პირდაპირ აქედან უნდა გავცე პასუხი. შემოდიან და აი უსირცხვილოდ პედაგოგები, მე აი კარგად მინდა ამ პედაგოგებმა გაიგონ ერთი რამე. აბსოლუტურად დავსკრინავთ, ინახება ეს ყველაფერი და თქვენ შემონახული იქნებით, იცოდეთ, ისეთი ძალიან ცუდ ხილებული იქნებით, ისეთ ცუდ საქმეში, რომელიც ეხება ბავშვების სიცოცხლეს. აუცილებლად დავსკრინავ და შევინახავ მე იმ მშობლების და იმ პედაგოგების აი კომენტარებს, რომლებიც არაფერი არ ხდება, ტყუილია ხალხო, გატყუებენ. აი რას გატყუებთ? ეხლა კარგად აგეხსნით კიდევ ერთხელ. აი აქ ეხლა მე ამ საბუთს აუცილებლად მე შემდეგში კომენტარში დავდებ და ყველამ ნახევ. პირდაპირ წერია ეპიდემიის გადამდები დაავადების გავრცელების თავიდან აცილება. როგორ ახერხებენ ესენი ეპიდემიის გადამდები დაავადების გავრცელებას? კარგად გახსოვთ თქვენ ხო კოვიდის დროს. ეს მხოლოდ ვაქცინებით ხდება ამათიენით. და აი თქვენ რომელი პედაგოგებიც გამოდიხართ ეხლა და აცხადებთ რომ ტყუილია, აი ამაზე იცოდეთ, თხილად იყავით, პასუხს აგებთ თავის დროზე. აი ეს არის ოფიციალური თანხმობის ფორმა. მე სხვაგან აღარ ავხსნი ამას. ეს არის ფაქტი, ეს არის ფორმა, რაც გადაეგზავნა სკოლებს და ყველგან ერთი და იგივეა. რომ როგორმე მოატყუო მშობლები, ძალიან ბევრი მწერს რომ მოტყუებით არ ვიცოდითო, მოვაწერეთ ხელი რაღა ეშველებაო, არ ვიცი მე რა ეშველება. სადღაც 7 დღე იყო ვადარ მე როგორც ვიცი, რომ გამოეთხოვათ ეს საბუთები და უარი ეთქვათ. გაეპროტესტებინათ, რადგან შეცდომაში შეგვიყვანესო რომ დაეწერათ ესეთ რაღაც, მაგრამ ერთი კვირა კი არა, მეტია გასული და ხალხი არის სასწრაფკეთილებაში ჩავარდნილი. ამას ემატება ისიც, რომ აჭარაში უკვე ბევრი მოსწავლე აცრეს კიდევაც. სიცხვილი აი იმ პედაგოგები რომ თქვია და ატყუებ, ბავშვების სიცოცხლეს ეხება ეს. და განა რას გიხდიან იმდეს, აი რას გიხდით თქვენ ეს რეჟიმი და ეს თავრობა, რომ თავი მოაწოლოთ იმის სანაცვლოდ, რომ ბავშვების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოთ. ვინ ხართ თქვენ იურისტები ხართ? აი პირდაპირ გიხსნით.
ეპიდემიის გადამდები დაავადების გავრცელების თავიდან აცილება. პირდაპირ წერია, მეტი რა გითხრათ ახლა? ან იურისტები ხართ, ან მედიცინის მუშაკები ხართ, ყოველ წუთს მაქვს ურთიერთობა აკადემიკოსებთან, მედიცინის მეცნიერებთან და დოქტორებთან, იურისტებთან, ყველას კარგად აქვს ანახი ეს ყველაფერი და გეუნებენ, ვინ გამოვიდა ხელისუფლებიდან, აი გუშინ წილდელმა ამ პირდაპირმა ჩართვამ დაახლოებით ამ ჩართვაში ძალიან დიდი მაყურებელი იყო 400,000 მაყურებელზე ადის, ხო? 400,000. კინაღამ 9 მილიონი, ეს ცოტა ხო არ არის ხალხო? 400,000 ადამიანს ამ პატარა ქვეყანაში, 3 მილიონიან ქვეყანაში აინტერესებს რა ხდება. რატომ არ გამოვიდა არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენელი და არ გინმარტავთ რა ხდება? სად არიან ისინი? მე ვეკითხები განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს, ვეკითხები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს. აი რას ნიშნავს ეს? ეპიდემიის გადამდები დაავადების გავრცელების თავიდან აცილება. რანაირად შეგიძლია თქვენ რომ აიცილოთ ეპიდემიის შემთხვევაში? და ეპიდემია და პანდემია ის ჯობია რომ ეპიდემიაში და პანდემიაში თავად გაერკვეთ. თავს რომ მოახვიეთ თელერს 0.2%-ის დაავადების შემთხვევაში არასოდეს არ ცხადდება პანდემიები და ეპიდემიები. რას თქვენ გააკეთეთ? ჩაკეტეთ ხალხი, დაანგრიეთ ეკონომიკა და გაუსაძლის პირობებში დაღუპეთ კიდევ ხალხი, რა ქვია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმოს რეკომენდაციებით ელემენტარულად რომ შეიძლებოდა ხალხის გამოჯანმრთელება, არ მიეცით საშუალება რომ ან ანტიბიოტიკი დაენშათ ან რაღაცა და ზედმეტი ჟანგბადებით და რაღაცა თქვენი აი ეს ჯანმოს იმითი არ პროტოკოლებით და გეგმით რომ დიდ თანხებს გიხდიდნენ 17,000 ადამიანი გაისტუმრეთ საიქიოში. აბსოლუტურად ამას არ ექნება არავითარი ხანდაზმულობის ვადა, ყველა გასამართლდებით და ახალ ცოდვაში ნუ ჩაადგავთ ფეხს. განსაკუთრებით მე კიდევ ეხლა პედაგოგებს მოუწოდებ. თქვენი საქმე არ არის ეს. ნამდვილად არ არის თქვენი საქმე. თქვენ არც მედიცინის მუშაკები ხართ და არც იურისტები ბრძანდებით. თქვენ მიხედეთ ბავშვებს ასწავლეთ რაც გევალებათ ის, საქართველოს ისტორია ასწავლეთ, სამშობლოს სიყვარული ასწავლეთ, ქართული ენა ასწავლეთ და ის ასწავლეთ რაც გევალებათ. დანარჩენ თქვენ არ გევალებათ, ნუ შედიხართ სხვა სფეროში. კიდევ გიმეორებთ, მე არა ვარ არც მედიცინის მუშაკი, არც იურისტი, მაგრამ აი ამ ყველაფერზე მე გავლილი მაქვს კონსულტაციები და ვიცი რასაც ვლაპარაკობ. ეს ერთი თემა. ეს არის უმთავრესი თემა და ყველა მშობელს მოუწოდებ კიდევ ერთხელ არავითარ შემთხვევაში არ ენდოთ ამ ფაშისტებს, ესენი არიან ფაშისტები, ეს აღარ არის ის რეჟიმი რომ ქართველი ხალხისკენ რაღაცას იმაშვებოდეს, იცავდეს ქართველი ხალხის ინტერესებს. ესენი არიან გარედან დასმული მთავრობები, რომლებიც ასრულებენ გლობალისტების დავალებებს. ამიტომ ერთადერთი მათი დავალება არის ის, რომ შესრულდეს ის პირობა საქართველოს ქართველების გარეშე. ბერჯერ გვისაუბრია ამაზე. კიდევ ერთხელ გადავერთობი მეორე თემაზე, მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია და იმიტომ ეს ეხება ისევ და ისევ მაღაროელების თემას, სასოწარკვეთილებაში არიან იქ მაღაროელები, აბსოლუტურად ყველამ მოატყუა, ყველამ გადააგდო. სამი თვეა გაფიცულები არიან და არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენელი არ ჩავიდა. აი თქვათ და რაღაცა არის, ხო, ეშლებათ არ რაღაცა. ბიჭო, ხელისუფლება რისთვის ახარ, ეს ხო არ ეხება ორ ადამიანს, ხო?
3600 ადამიანი უმუშევარი დატოვეთ მთელი ჭიათურა ესე იგი არის რა ვიცი რა ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე რისთვის შვიდება ჩვენ ქართველო ხალხო აი მოგმართავთ მე თავრობა თუკი სამისთვის შიმშილობა და სამთვის ეს ამხელა პროტესტები საკმარისი არ იქნება იმისთვის რომ ადამიანი ჩამოვიდეს და დაგელაპარაკოს ვინ არიან საერთოდ ესენი კაცო პირველ რიგში საკუთარ სინდისში უნდა ჩაიხედოს ყოველმა ქართველმა იმ ამორჩეველმა აი რომელმაც ხმა მიეცით აი ამ რეჟიმს და ამ დამნაშავე რეჟიმს ხედავთ როგორ ექცევიან უნამუსოდ ქართულ ხალხს შრომელ ხალხს მე წეგარაც მქონდა საუბარი რამდენიმე წუთის წინ მაღაროელებთან ვერაფერს ვერ ამობენ არავინ არაფერს არ ეუბნევათ ბიჭები არიან სასოწარკვეთილებაში და ყველაზე მთავარი არის ის რომ ძალიან ბევრი რაღაც ნაწილი გაიყიდა რაღაც ნაწილი რა თქმა უნდა არ გაიყიდა და დგას ისეულად მაგრამ კარგად უნდა გაიაზრონ ვისთან აქვს საქმე არაფერი არ გადაწყდება სათქმელოდ ყველაფერი არის ტყუილი თქვენი ეს პროტესტებიც არის ტყუილი თქვენი ეს შიმშილობაც არის ტყუილი ეს არ ადადებს თავრობას ეს რო ადადებდეს ერთი მაინც ჩამოვიდოდა იქ კანცელარიიდან და დრო იწელება ის 4 ადამიანი ის ვაჟკაცი ბიჭები რომლებიც დაპატიმრებულები არიან მაღაროელები უკვე არის ძალიან დიდი საფრთხე რომ მალე იმათ სასამართლო გამოუტას განაჩენს ამიტომ უნდა გადახვიდეთ რადიკალურ მოქმედებებზე მე არ მოგიწოდებთ ამას უბრალოდ მე გეუბნებით ეს არის გამოსავალი შვიდობიანი ფორმით რა თქმა უნდა შვიდობიანი ფორმებით უნდა იქნეს გამოხატული ისეთი ფორმა რომ დაცული იყოს შრომელი ადამიანის უფლებები და ციხეში არ უნდა ისხდნენ შრომელები და კრიმინალები ქვეყნის მძარცველები არ უნდა აყაჩაღებდეს თელ საქართველოს დიახ ეს არის სისტემა რომელიც თლიანად აყაჩაღებს ქართულ ხალხს ეს არის სისტემა რომელიც ანადგურებს აი ყველაფერს ამ სისტემამ ხელი აღმართა ბავშვებზე ამ სისტემას არ ეყო ვაჟკაცობა შრომელ ბიჭებთან გამოსულიყვნენ წვიმაში, ქარში, იმაში, ავდარში და ერთხელ მაინც 5 დღის განმავლობაში აი რომ მიდგენ კანცელარიის წინში ერთს არ ეყო ვაჟკაცობა და კაცობა კანცელარიაში გამოსულიყვნენ და ადამიანებად დალაპარაკებოდნენ ხელი უნდა მოტყდეს და მარჯვენა უნდა გაუქმდეს და იცოდეთ ღმერთი არ გაპატიებთ არავის ვინც აი ამ სისტემას და ამ რეჟიმს კიდევ ხმას მისცემთ კარგად დაიმახსოვრეთ ღმერთი დაგჯით ქართველი ერის განადგურების და თვითონ ღვთისმშობელი არ გაპატიებთ ამათ არ ვიცი მე მოუწოდებ მაღაროელებს ერთადერთი რამისკენ დაანონსეთ ძმებო აღარ ითმენს დრო ყველა ჭიათურა ზესტაფონია ქუთაისია თუ ვინც არ უნდა იყოს ტყიბული ყველა ერთად უნდა დავდგეთ ერთად უნდა გამოვიდეთ თბილისი მთელი საქართველო ერთად უნდა და ერთხელ და სამუდამოდ ეს რეჟიმი უნდა გავისტუმროთ ამიდან უნდა დავთავრდეს ამათი ბოგინი ეს არის ანტი ქართული ანტი ეროვნული ანტი სახელმწიფოებრივი დაგღუპათ მილიონი აღარ არის ქართველიერი საქართველოში აი ეს არის მე გადადებული მაქვს თავი არაფერი არ მიჭირდა საიმისლოთო თავი არ გადამედო არაფერი არა ვალი არა მაქვს ერთადერთი ვალი მაქვს სამშობლოს წინაშე და არაფრის არ მეშინია ამ რეჟიმმა იცოდეს კაცო მე ჩემი დრო გავლიე
3 წლისა ვარ უკვე და პრობლემა არ მაქვს რა. მესროლეთ, მაგრამ ისეთი მარცვალი და ისეთი ძმები მყავს და ისეთი სისტემა შევქმნით, ვერაფერი ვეღარ გიშველით, აუცილებლად დამარცხდებით. მაქსიმუმ 1 წელიწადში გასტუმრებული იქნება ეს რეჟიმი ხალხო. თავარია მასიური მხარდაჭერა, ეს იცოდეთ თქვენ. ყველა ერთად ამოხალთ ამ გაჭირვების ჭაობიდან, იცოდეთ. ეს თაღლითებს უკვე გატანილი აქვს 500 მილიარდი, აი სულ მცირე, აი ამ მოკლე წლებში აქ ამ რაღაცა იმაში, 500 მილიარდი დოლარის ბუნებრივი რესურსები აქვს გატანილი. და ამ დროს მთელი ქართველი ხალხი შიმშილობს და გარბის ქვეყნიდან. მათხოვრად იქცა ქართველი ხალხი მთელ ევროპაში. საწოდაობაა ეს უნდა დასრულდეს. და ვიღაცა კალაძეების, ვიღაცა დინარაძეებს ამ შარლატანების ისარდა იყოს საბოგინო ეს ქვეყანა. გათახსირებულები ხართ სულ ყველანი და მალე დასრულდება თქვენი. ოღონდ იცოდეთ. მე ახლა აღელვებული ვარ ძალიან, მაგრამ იცოდეთ ერთი რამე. ერთი წუთს არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ გადაცნობა გავაკეთო და თქვენ ჩაგივარდეთ ხელში. ყველაფერს გავაკეთებ კანონიერად, სამართლებრივად დაგაჩოქებთ უყველას და გაგისტუმრებთ აი ამ ხელისუფლებიდან. გაკოტრებულები ხართ თელმა საქართველოს მიცის რომ ქოცი და ნაცი ერთი ხართ. ერთი ფაშისტები ხართ, ერთი დამნაშავე რეჟიმი ხართ. დამთავრებული ამბავია თქვენი ამბავი და მალე დაგასრულეთ რა. ხალხო მთავარია სასწრაფოდ მასიური მხარდაჭერა იყოს. რაც უფრო სწრაფად იქნება, მით უფრო მალე დავასრულებთ ამ რეჟიმს და დიდ ეროვნულ გამარჯვებას გაზეიმებთ, იცოდეთ. მადლობთ, ღმერთი იყოს ჩვენი ფარველი, ჩვენ არავინ არ აყვავს, ჩვენ ვართ მართლა ობოლიერი ხალხო, არავინ არ ყავს პატრონი. და ჩვენ უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდით ნამდვილი ღირსეული ვაჟკაცი ქართველები. აი ეს მინდოდა მეთქვა.